თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს. გზა ნათელია გამოსავალი ცხადი. ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება თუ სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემა წერს ამის შესახებ შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ბრიუსელი აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემაა. შეუძლებელია პატივისცემდე დემოკრატიას, ანუ ხალხის მმართველობას და ამავე დროს ერეოდა სხვა ხალხების არჩევანში. ის რა სახითაც და ინტენსივობით ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი 2024 წლის არჩევნებში ჩაერია, როგორც გაეროს წესდების, ისე ვენის კონვენციის დარღვევა. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას საქმეებზე, აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელიც ბრიუსელის ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ბიუროკრატმა პოლიტიკურ განაჩენად შერაცხა. სტრასბურგი თქვა, ბრიუსელი ცრუობდა, ქართული მართლმსაჯულება კი მართალი იყო და ბოლოს შეუძლებელია პატივისცემდე დემოკრატიას და არ ემიჯნებოდა პოლიტიკურ მოტივირებულ დანაშაულებს. 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის კითხვაზე ევროკავშირის ელჩის არაპასუხი აჩვენებს, რომ ღირებულებით ჩიხს, სადაც ბრიუსელმა საკუთარი თავი შეიყვანა, წერს ამის შესახებ სოციალურ ქსელში პაპუაშვილი.